მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ხა, თქვენს ეს პროტესტი უკვე 3 თვეზე მეტია გრძელდება. ეს პროტესტი არის უწყვეტი. ამ რეჟიმმა ვერაფრით ვერ შეძლო მოეძებნა გასაღები თუ ეს პროტესტი როგორ შეიძლება შეაჩეროს და ამიტომ სხვადასხვა ეტაპზე ხან აქვს მას ესე აგრესიული გამოვლენებები ქცევების, ანუ ჩვენ რაღაც ერთი პირველი ნაკადი ვნახეთ, ხო, გასულ წელს, ეხლა კიდევ არის ესეთი გამოვლენებები და ამას დამატებული უკვე, როდესაც ხედავს ამ საზოგადოების სოლიდარობას, ერთად დგომას, გაუტეხობას, ცდილობს ახალი კანონმდებლობის შემოღებას, რომლის მიხედვითაც რაღაცა მეტ დისკომფორტს შეუქმნის და ზუსტად ეს არის, მე ვფიქრობ, მათი შეცდომა, იმიტომ რომ აი ყველაზე მთავარი იარაღი ჩვენი რაც არის, ეს არის ასე ვთქვათ, პრინციპულობა, მეორეა ძალიან სოლიდარობა, იმიტომ რომ აი გუშინ ძალიან ნიშანდობლივი იყო ლადვა ფხაზავას რო დააჯარიმეს და უცებ სოლიდარობის ნიშნად ყველამ რო ანუ ესეთი რაღაცები ამათ ფაქტობრივად აცლის, ეს ვიძახობ პროტესტის ყველა დღე არის თითო აგურს ვაცლით. იმიტომ რომ უბრალოდ მათ აქვს მოლოდინი რომ სხვადასხვა ფორმით რაღაცას გააჩერებენ. აი გუშინ წინ იყო, როდესაც ცოტა აგრესიულად რუსთაველზე უნდათ რაღაც პროცესის შეჩერება და რაღაც ძალა და გუშინ უფრო მეტი გამოვიდა. ამიტომ ძალიან დიდი ილუზია ჰქონდათ რომ რაღაცნაირად ეს გადავიდოდა და ცოტა თქვენ მინაულდებოდა, მაგრამ მაინც გრძელდება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ახლა ბევრი ძალიან ფართო მასშტაბიანი და დიდი დემონსტრაცია გქონია, მაგრამ ვფიქრობ, გადავწყვიტეთ რომ ვინაიდან ეს ახალი კანონმდებლობა ბევრ საფრთხეებს აჩენს, რა თქმა უნდა, ხა ჩვენ ავტორიტარულ სისტემაში უკვე ვცხოვრობთ, მაგრამ ეს კანონმდებლობა ეს რეპრესიული ისე კარგად რო ამუშაონ, უკვე ფაქტობრივად რუსული ტიპის დიქტატურა შეიძლება ჩამოყალიბდეს და ამიტომ ამას კიდევ ერთხელ უნდა შევეწინააღმდეგოთ და ამისთვის ჩვენ გეგმავთ ძალიან დიდ დემონსტრაციას ევროპის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე და ვიკრიბებით 15 ფებრუარს 6 საათზე და მე მინდა ვთხოვო ყველას ჩვენთვის ყოველდღიურად ვართ ამ დემონსტრაციებზე, ყოველდღიურად ვიკრიბებით, მაგრამ რაღაცნაირად კიდევ ერთხელ არის მნიშვნელოვანი, რომ ხალხის სიმრავლეს ვაჩვენოთ, იმიტომ რომ ხო ითვლიან ხოლმე ეს თავებს ეგ ერთი და მეორე, იცით რა არის ემოციურადაც და ფსიქოლოგიურადაც ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ხშირად ესეთი რაღაცები და გარდა ამისა, მაგ პერიოდში კიდე ძალიან საინტერესოა მიუნხენის კონფერენციაც იმართება და ჩვენ მესიჯს ამავდროულად უგზავნით არა მარტო ჩვენ საზოგადოებას, არამედ ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ აქ ბრძოლა გრძელდება და ეს არის ხოლმე იმის ინდიკატორი, მათ შორის რომ იქიდანაც წნეხი გაიზარდოს. იმიტომ რომ ეს ერთმანეთთან გადაბმულია და ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია 15 ფებრუარის აქცია, ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანი შევიკრიბოთ, თუმცა რა თქმა უნდა ეს პროტესტი ყოველდღიურად ხა რუსთაველზე სხვადასხვა ფორმით სხვადასხვა ჯგუფები ახორციელებენ, მაგრამ აი ეს რაღაცა ერთი კიდევ დიდი მასშტაბური აქცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ამის ჩვენება და მინდა მოუწოდო ყველა შემოგვიერთდნენ. კი, თქვენ ახსენეთ მიუნხენის კონფერენცია, სადაც სალომე ზურაბიშვილი მიდის კონკრეტული პოზიციით, ამ დღეს და გუშინაც ამ დღეების განმავლობაში იყო არაერთი შეხვედრა. აი ნატოს გენერალური მდივნის კომენტარი ვრცელდება ახლა, რომელიც ამბობს, რომ ახლოდან ვაკვირდებით იმას, რაც ხდება საქართველოში გარკვეული შეშფოთებითო. ამაზე ილაპარაკა მარკ რუტემ თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე გამართულ კონფერენციაზე უკვე გავაკეთე კომენტარი საქართველოს არჩევნების შედეგებზე და ასევე ჩვენ სურვილზე რომ საქართველო დარჩეს ნატოსა და ევროკავშირისკენ გზაზე დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების ჩვენს ღირებულებებთან თანხვედრაში. ასევე ამბობს რომ თავი უნდა შეიკავოს ყველა ჯერზე იგივეს გამეორებისგან, რადგან ისაუბრა და შემდეგ ამბობს რომ ახლოდან აკვირდება იმას, რაც ხდება საქართველოში გარკვეული შეშფოთებით, შეგიძლია ამ თამაში იყოთ დარწმუნებულებიო. დატო, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, დღეს ზურაბიშვილი შეხვდა სისტემის ტყვეების ოჯახის წევრებს და ამ შეხვედრაზე მას ჰქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ აი სანქციები ყველასთან უნდა მივიდეს, პოლიციელთან, ტიტოჩკასთან, ცრუ მოწმეზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ვინც რაღაც გარკვეულ უკანონო პროცესში მონაწილეობს და ასევე რომ აი სტიპენდია უნდა დაინიშნოს და აი ასეთ გზავნილებს რა მნიშვნელობას ანიჭებს ყველა ის ადამიანი, ვინც აი ამ პროცესის ავანგარდში არის ახლა. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კიდევ ერთხელ სოლიდარობა ყველა რეჟიმის პატიმარს. მათი გვერდში დგომა, მათი სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ამ პროცესში ასე ვთქვათ, ძალიან ახლა თქვენს რაღაცა სანქციების რაც იგეგმება მათ შორის ევროპულ დონეზე, რომელიც შეიძლება იყოს განხილვის დონეზე, ეს წრე იზრდება და იზრდება, ანუ მათთვის ეს მარყუჟები ნელა-ნელა კიდევ უფრო ვიწროვდება და რაც ჩვენ რაღაცა ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ არა მარტო ზედარგოლებს, არამედ ქვედარგოლებს იდენტიფიცირებაც მოახდინოთ ყველა ამ ადამიანის. ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენ იცით, რომ მაინც ხერხდება.
ასევე მათი საჯარო მხილება, იმიტომ რომ მათ ძალიან დიდი კომფორტი აქვს შექმნილი და დარბიან ამ ნიღბებით და ამ ნიღბების მიღმა დაუსჯელა და ცდილობენ რომ გააგრძელონ. ამათი იდენტიფიცირება და მეორე შემდგომში ამ ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ესეთი ნაბიჯები ძალიან სწორია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სოლიდარობა. ჩვენი ინსტრუმენტი ფონდზეც იყო საუბარი. ჩვენც აი ჯარიმებია რაღაცა ფონდი. ერთიანი ფონდის შექმნაზე. ფონდის შექმნაზე იქ გვერდში ერთმანეთს უდგავთ. ანუ ეს არის ჩვენი ინსტრუმენტი და ჩვენ რაღაც ერთიანად უნდა დავდგეთ. და კიდე ეხლა ამ ჯარიმებთან დაკავშირებით კიდე შინაგან საქმეთა სამინისტრო რაღაცა ცვლილებები შეიტანეს გაიმარტივეს, მაგრამ ყველას ვეუბნებით რომ არის ინსტრუმენტები, როდესაც შეგვიძლია გაუწელოთ ეს პროცესი, ანუ სამართლებრივი გზები არსებობს და უნდა გაასაჩიროს ყველამ და ამასთან დაკავშირებით ჩვენი კოლეგებიც წერენ ბევრი ინსტრუქციებს, იმიტომ რომ ისინი ცდილობენ თვითონაც შეიმსუბუქონ რა, მათთვისაც ტვირთია. სასამართლო განტვირთული სასამართლოს განტვირთვა არის ერთ-ერთი და თავარი დასახული მიზანი. კი და ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგა წერს თვითონ ამ მითითებებს იურისტები, როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ამ დროს და ძალიან გთხოვთ ყველამ ამას ყურადღება მიაქციოს, ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ცდილობენ ამით გატეხონ ეს წინააღმდეგობა, მაგრამ აი მე გუშინდელი საღამო კიდე ერთხელ მომცა იმედი იმისა, რომ არ გამოდის რა, იმიტომ რომ ამ მიუხედავად ამ ხელა რისკისა ყველასთვის, ხო, ეხლა ამ ხელა რესურსებზე ადამიანები მაინც არ ჩერდებიან და მე მგონი ეს გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ შაბათსაც ძალიან ბევრი ადამიანი მოვა 6 საათზე ევროპის მოედანზე. ხო, სხვათა შორის ასევე საინტერესო შეფასება ჰქონდა ის ლაზერის შემდეგ, როგორც განვითარდა მოვლენები, ოთოსიც იყო დღეს ოთო ფარულავა ჩვენი სტუმარი და ასევე ვნახეთ ლაზერის დაბრუნებასაც როგორი გარკვეულწილად გამოხმაურება და შეფასება ჰქონდა, ხო, ამ პროცესში. და აი ასეთი ადამიანების ამორჩევა და ვთქვათ მეორე დღეს მათზე ჯარიმის გამოწერა, აი ეს როგორ მუშაობს დატო თქვენი დაკვირვებით რეალურად? ხო, ეხლა საერთოდ არანაირ გავლენას ახდენს, რომ მაგას ვერ ვიტყვით, ეხლა ადამიანებზე, ჯარიმებზე, ეხლა ეს არ იქნებოდა სწორი, მაგრამ ზუსტად ამიტომ არის, რომ აი ეს არის ყველაზე იმედის მომცემი ის, რომ მიუხედავად ამ ხელა რისკისა, მიუხედავად ამ ხელა ასე ვთქვათ, წინააღმდეგობის რეჟიმის მხრიდან ეს პროტესტი მაინც გრძელდება და ჩვენ რაც შეგვიძლია დაუპირისპიროთ არის, რომ მოქნილებიც ვიყოთ, ცოტა ადაპტირებაც მოვახდინოთ და დამატებით რაღაცა სოლიდარობის მიზნით სხვადასხვა ტიპის აქტივობები განვახორციელოთ, რომ ერთმანეთის დაცვა მოვახერხოთ, ერთმანეთში გვერდში დგომა მოვახერხოთ და ეს ხდება ზუსტად, რომ ეს იქნება სამართლებრივი მხარდაჭერა, ფინანსური მხარდაჭერა თუ სხვა ტიპის თანადგომა და რაც შეიძლება მათ შორის ის, რომ მუდმივად ეს პროტესტი არ შევანელოთ. სხვადასხვა ეხლა ეს კულმინაციური დიდი დემონსტრაციები ძალიან მნიშვნელოვანია და იმიტომ ვიძახით რომ შაბათს ბევრი უნდა მოვიდეს, მაგრამ პროტესტი არის სხვადასხვა ფორმით და შეიძლება სხვადასხვა კრეატიული განსხვავებული ფორმით კიდევ სხვადასხვა კერები ყარებდებოდა და თქვენ ხედავთ ხო სოციალურ ქსელში 1000 ბევრი სხვადასხვა ტიპის ღონისძიება იგეგმება, მათ შორის 15-ის მერეც არის და ასე შემდეგ, მაგრამ ამას ყველაფერს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ნებისმიერ ესეთი სიმბოლური იქნება თუ ასე შემდეგ ესეთი ღონისძიებები ადამიანებს დამატებით мотивაციას აძლევს და ესეთი მრავალრიცხოვანი ასე ვთქვათ დემონსტრაციის ამოცანაც არის, რომ დამატებით კიდევ ენერგია მივცეთ ამ პროცესს კიდევ ერთხელ და რაღაცნაირად კიდევ შემდგომში რაღაცა დამატებით мотивაციას გაუზარდოთ და კიდევ უფრო რაღაცა ენერგია, მეტი დამატებით ენერგიით გავაგრძელოთ, იმიტომ რომ უნდა გვესმოდეს, ეს არის ნერვების ბრძოლა, ეს არის გრძელვადიანი ბრძოლა და მე ვარ დარწმუნებული, რომ ამ ბრძოლაში ჩვენ ვიგებთ. თითოეული პროტესტის დღე არის ერთი აგური, რომელიც ამ რეჟიმს ეცლება. უკვე აღარ იცი საიდან მოუძებნოს ეს გასაღები, მთავარია ეს სიმტკიცე შევინარჩუნოთ, მივყვეთ თანმიმდევრულად, ვიყოთ ფრთხილებიც, ვიყოთ ცოტა ადაპტირებაც მოვახდინოთ, მაგრამ არ უნდა გავჩერდეთ. და ეს პერიოდულად ესეთი მასშტაბური აქციებიც უნდა ხორციელდებოდეს და მათ შორის პატარ-პატარა აქციები, რომელიც ყოველდღიურად არის. კი ბატონო, დიდი მადლობა ტატო. მეწილად რო დაუთმეთ სწორედ იმაზე საუბარს, რომ შაბათი არის დიდი დემონსტრაციის დღე, დიდი საპროტესტო მარშის 18 საათზე შეხვედრის ადგილი იქნება ევროპის მოედანი და იქიდან დაიწყება მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ. ორი მთავარი მოთხოვნით, ეს არის სისტემის ტყვეების გათავისუფლება და ახალი არჩევნები ქართული ოცნებისგან. დაგემშვიდობები, წარმატებას გისურვებ ტატო, ტატო ქელბაქიანი